მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ვარ მარინე გიბინეიშვილი, ეს არის ჩემი საავტორო გადაცემა დრო. დღეს ჩემი სტუმარია ბატონი ერეკლე საღლიანი, მე მისი ჩინმედლების, მისი დამსახურებების, წოდებების, პრემიების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგანაც თქვენ მას იცნობთ, მას სრულად საქართველო იცნობს, ვიტყვი ძალიან მოკლედ, დღეს ჩემი სტუმარია ერისკაცი, მამულიშვილი და დიდი პიროვნება ერეკლე საღლიანი. მადლობთ რომ მოხვედით, სტუმრობთ, ჩემ გადაცემას სტუმრობთ და მაყურებელი დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ინტერესით მოგვისმენს. აი პირველი შეკითხვა ასეთი. მაქვს ბატონო ერეკლე. სამშობლო ყველას გვესმის ბავშვობიდან და რა ვიცი, ჩვენი სულთქვაა და ჩვენი ფესვია. და მაინც რა არის სამშობლო? აი დღევანდელი გადასახედიდან გარშემო უამრავი მოვლენები ხდება, სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა ფორმით. სამშობლო რა არის? რაზე უნდა ავიღოთ სწორება? ეს გონი ციცერონის სიტყვებია. უძვირფასესია დედა, მამა და ძმანი, ნათესავები, მეგობრები, კარგი ნაცნობები, მაგრამ ყველაფერი ეს თავს იყრის ერთ საოცარ სიტყვაში, რომელსაც ქვია სამშობლო. სხვათა შორის ჩვენი დიდი მოაზროვნე მერაბ მამარდაშვილი, დიდი ფილოსოფოსი, რომელიც მე-20 საუკუნის სოკრატედ მონათლეს. თავის დროზე განაცხადა ასეთი რამ: ჭეშმარიტებას სამშობლოზე მაღლა ვაყენებ. ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას. კი, მაღლა ვაყენებ. არადა ამით მან სულ სხვა რამე თქვა. მან თქვა, რომ სამშობლო და ტყუილი არ შეიძლება გვერდ არსებობდნენ. რა არის ჭეშმარიტება? ფაქტიურად ეს არის ღმერთი. უფალი რომ ყველაფერზე მაღლა დგას, ამას არ უნდა მტკიცება. მაგრამ რამ გამოიწვია მიუხედავად ამისა ჩვენი ასეთი რეაქცია? აი ეგ არის საინტერესო. ჩვენი რეაქცია გამოიწვია იმან, რომ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, მაინც ცირედი პატარა შეიძლება არც უფიქრი ამ დიდ მოაზროვნეს, მაგრამ ცირედი ტაქტიკური შეცდომა მაინც იყო. და რატო? სამშობლოსა და ჭეშმარიტების გაყოფა შეიძლება. ანუ რა ხდება? ჩვენი თავი უნდა სრულყოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ისეთი, როგორიც უფალმა ჩავიფიქრა ჩვენ. და აი ამ დროს ამ რთულ გზაზე ჭეშმარიტების შემეცნება რო ქვია, აული გვერდ სამშობლოს ვერაული. იდენტურია ეს ორი ცნება, თქვენ ამას ამბობთ. და მან განაცალკევა ერთ სიტყვით და თქვენ ამაში კორექტირებას აკეთებთ. და ანუ ამ შემთხვევაში მე მიუხედავად მერაბ მამარდაშვილის უდიდესი ავტორიტეტისა, მიუხედავად იმისა, რომ ის არის უდიდესი მოაზროვნე და არა მარტო მოაზროვნე, სხვათა შორის მას ჰქონდა თავისი ზნეობრივი კრედოც, რომელსაც ემყარებოდა მისი ფილოსოფია. ქონია ბედნიერება, რამოდენიმეჯერ მომესმინა მისი საოცარი ლექციები და
ბევრ რამეში დავალებულადაც თვლი თავს მისგან, იმიტომ რომ ბევრი რამ შემძინა მე ამ ლექციებმა. ამის და მიუხედავად მე რაფიელერის თავის მხარეზე ვარ. სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე და უფრო მეცამო. ანუ ჭეშმარიტება არის სამშობლო. სამშობლოში უნდა ეძიო და სამშობლოს გვერდის ზავლით შენ ჭეშმარიტებას ვერ ეზიარები. და მინდა გავიხსენო, რასულ გამზატოს აქვს ასეთი ის, რომ სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ ფორუმზე გამოვიდა კოლუმბიელი პოეტი. თქვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ხართ. მე იმით განსხვავდები თქვენგან, რომ ეროვნება არ მაქვს. მე არ ვეკუთვნი არც ერთ ქვეყანას. მე ვარ თვითონ პოეზია. მაგრამ იქვე რასულ გამზატოვი პასუხობს, რომ პოეზია როგორ იქნები, როდესაც შენ სამშობლოს განცდა, ეროვნების შეგრძნება არ გაქვს. მე ახლა ვსვამ ასეთ კითხვას. ხო შეიძლებოდა რომ ჩინელად გავჩენილიყავით. ხო შეიძლებოდა ფრანგად გავჩენილიყავით. ღმერთმა გაუმარჯოთ. გავჩდით ქართველებად, იმიტომ რომ ეს იყო უფლისნება. და ქართველად რო გავჩდი, მე თავს მოვალე თვლი ჩემი ქართველობით და ჩემი მშობლიური საოცარი ქართული ენით ვადიდებდე უფალს. არაჩვეულებრივი. და ვემსახურებოდე მას. ეგ არის სამშობლო და ამას როცა გვერდსული შენ ვერ ჭეშმარიტებას ეზია. ვეღარ იპოვი ვერაფერს, ჭეშმარიტს და დიდს ამას გულისხმობ. რა თქმა უნდა რომ ვეღარ იპოვი და ერთი კიდევ ჯოისის დიდი ირლანდიელი მწერლის განაცხადი. რაღა მე მოვკვდე ირლანდიისთვის, ირლანდია მოკვდეს ჩემთვის. ძალიან თამამი განცხადება. მაგარი, მაგრამ არასწორადაც იყო გაგებული. ანუ როგორ უნდა ყოფილიყო გაგებული? გაგებული უნდა ყოფილიყო ისე, რომ თქვენ რომ ირლანდიელობას იბრალებთ, თქვენ ირლანდიელები არ ხართ. ირლანდიელი ვარ მე. აი ესეთ ირლანდიისთვის თქვენ რო ხართ, არ ღირს ჩემი სიკვდილი. ჯობია თქვენ ანუ ბრბო მოკვდეს იმ კაცისთვის, რომელსაც ესეთი ირლანდია და სამშობლო. ნამდვილ ირლანდიას. მე ასე გავიგეს. ძალიან საინტერესოა თქვენი მიდგომები, მაგრამ ეს ისეთი ფართო თემაა, რომ დაუსრულებლად შეიძლება მოვარაკი და არ ეყოფა ერთი კი არა, არ ვიცი რამდენი გადაცემა. ანალოგიური საკითხი დგას ვაჟა ფშაველას სტუმარმა სპინძელში. რა შვებაჭო ყოლა თავისიანებთან ერთად არ მიდის საუმრად. მარტო გადახვდება ხელსურებს. და რატო? რატო? იმიტომ რომ რაც თქვენ გააკეთეთ, რაც თქვენ ჩაიდინეთ, ეს იყო უკვე ქისტის სახელის შეურაცხყოფა. თქვენ ქისტები კი არ ხართ, თქვენ ბრბო ხართ. უთხრა პირდაპირ. სამშობლო როგორც მცნება, როგორც სიმდიდრე, როგორც მოცემულობა დიდ კაცებშია, ხო? შეიძლება ბრბოში არ იყოს. არა, სამშობლო ბრბოდ არ უნდა აქციო, თორე ხალხშია სამშობლო. ბრბოში არა. ხალხს ბრბოდ თუ აქცევი იქ უკვე არც სამშობლო არაფერი არა. დაი ამბობ ვაქცევ. ხო, ეხლა ნახე, რა ხდება. სამშობლო სკნიან პიროვნებები. აი სწორედ მაგეთკენ მიდიოდი ახლა მე ამ ჩემი პიროვნებები და პიროვნებებშია სამშობლო. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ დღეს.
აი უსამშობლოები ძალიან ხშირად იყენებენ ამ ფრაზას და მართლაც შეხედავ ადამიანს და მართლა ხედავ უსამშობლოა და არარაობაც. ისინი რომელნიც თითქოს სამშობლოს ემსახურებიან საქმეზე რომ მიდგება პირველი გარბია. რას ნიშნავს სამშობლოს მსახურება? სამშობლოს მსახურება ნიშნავს იმას, რომ შენ საკუთარი თავი თლიანად უნდა მივიწყო და მიუძღვნა მას. შენ თავში კი არ უნდა ხედავდე სამშობლოს. სამშობლოში უნდა ხედავდე შენ. როგორი რთულია ეს. ძალიან და ესე მომართვა ადამიანის გონების, ადამიანის შეგნების. მე ერთხელ ბაბუამ ისე ჩამჭრა, როცა სისხლი მიდუღდა ვიბრძოდი იმპერიის წინააღმდეგ და დავფრინავდი. რა ბაბუამ რა გითხრა? შვილო, თუ კი მოითხოვა საქმე სამშობლოს კეთილდღეობისთვის შეგიძლია თავი დაიმცირო? ნახე, გასწირო და მოკვდე კი არა, დაიმცირო. დაიმცირო. საინტერესო შეკითხვა. ეგიოლია გმირად რომ მოკვდე. ნახე რასა. ამაზე როგორი მიდგომაა, ნახე. შენიცი რომ შენი ამ საქციელი რჩები საკუთარი თავის გაწირვით რჩები როგორც საუგო ყველასათვის, მაგრამ დამცირების შემთხვევაში მოგაქვს სარგებლობა ქვეყნისთვის. და რა უპასუხე მაშინ, ან რას უპასუხებდი ახლა? ვერ გავიგე. აი ახლა როგორ ცხოვრება რო გაიარე? თქვენ ახლა გაიარეთ დიდი ცხოვრება, შინაარსიანი, შემოქმედებითი. გაქვთ პასუხი ამ შეკითხვაზე? მაშინ არ მქონდა. ეხლა როგორია ეს პასუხი? დადებითი? მიუხედავად იმისა, რომ თაობებს გადაეცემით, როგორც მირიკი არა, როგორც არაფერი. არ აქვს მნიშვნელობა. დღეს კი უკვე. იმ დროს ვერ. და უთხარი ვერა. აი უსამშობლოები რანაირები არიან? უსამშობლოები პიროვნებები არ არიან. მასის მდგენელები არიან, ხო? კი, გადაჭრილია ყველა ის არტერია, ცოცხლებელი მასაზრდოებელი ფესო. არაფერი არ არიან. არაფერზე დგანან ისინი. მაგრამ ეს არაფერი დიდი არაფერი კი არ არის. არაფრის თქმელი არაფერი ეს. ძალიან საინტერესოა. ანუ უსამშობლოები არაფრის მთქმელი, არაფრების წარმომადგენლები არიან. ხო, ამას ამბობთ. შეგხვედრიათ ასეთი ადამიანები. ან რას ეტყოდით მათ? აქვთ რაიმე შანსი არსებობს, რომ მათ ეს განცდა კონდეთ, სამშობლოს განცდა, შეუძლია ადამიანს მათში ეს გააღვიძოს? რას ეტყოდით უსამშობლოებს და ისმენთ ყურადღებას? გავიძება როგორ არის. მაგალითად, შორს რომ აღარ წავიდეთ. არჩილ ჯორჯაძე. რა პიროვნება ყველამ ვიცით. რა მამული შვილია. როგორი მოაზროვნეა. იცით ვინ იყო არჩილ ჯორჯაძე? დიახ. გაქანებული რუსოფილი. მოკიდა ხელი კიტაბაშიძემ. დასვა ელაპარაკა 2 საათი და კაცი რადიკალურად შეიცვა. ახლა არჩილ ჯორჯაძის მამულიშვილობაში ვინმეს თუ ეჭვიეპარება, იმან მიზეზი თავის თავში დაძებნოს. ანუ აქ საუბარია ვის ესაუბრები და ვინ გესაუბრება, ხო? მაგრამ ესეც ერთეული შემთხვევებია. მაგრამ აი უყურეთ რა ხდება. ხდება ის რომ რაღაც ზაფზე მაინც არის ჩვენი ადამიანობა შერჩენილი, ბოლომდე რო არ არის გაწყვეტილი. იმას უნდა ჩავეჭიდოთ. მაგრამ ეხლა კიტაბაშიძის მსგავსი ბრძენი უნდა იყო მაშინ. იმიტომ რომ შეიძლება კიდევ უფრო დააფრთხო ის.
და უფრო გააქცონ. მე კითხეთ შევხვედრია თუ არა, როგორ არა შემხვედრია. სხვათა შორის მე კრიტიკულ მომენტში აფხაზეთის ომის დროს ომში მონაწილეობდნენ ისინი. წავიდნენ. ანუ წლების შემდგომ ბევრი რამე გადააფასეს მას. თუმცა დღეს უკვე მე ვიტყოდი, რომ ეს ომი იყო უდიდესი შეცდომა, უდიდესი დანაშაული, მაგრამ ამის განშა მაშინ ჩვენ არ შევეცდით. მაშინ იბრძოდით და ფიქრობდით, რომ და მაშინ აბა უბრძოლველობაც ხომ არ შეიძლებოდა, როცა დადგა მომენტი, ეს პოლიტიკის მომენტი იყო და არა ვთქვათ ადამიანების. იყო, მაგრამ იყო რა მომენტი. წამოგვიკიდეს ჩვენი გრძნობებით, ჩვენი მხურვალებით, პატრიოტიზმს სწორედაც რომ თამაშეს ამას. და რამდენი შეეწირა, რამდენი ახალგაზრდა. აი შვილების თემა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი არის და ისთვისაც ვცხოვრობ პრაქტიკულად და რაშიც დევს ჩვენი მომავალიც და სამშობლოც და რწმენაც და მამულიც, ხო? აი არის ესეთი ანდაზა, რომ შვილი გაზარდე მტრულად და მოყარეთ გამოგადგება. მეორე მხრივ, ამას წინათ ბატონ შალვა ამონაშვილს უსმენდი, მიყვარს ძალიან და ის ამბობდა, რომ როგორ შეიძლება მტრად გაზრდილი შვილი გამოგადგეს მოყარეთ. ეს არის სხვანაირად სრულიად გასაკეთებელი და გასააზრებელი. როგორია აი თქვენი ასევე ამ დიდი მოაზროვნის აზრი ამ თემაზე? სრულად გაზარდე. რას ნიშნავს ეს? პირდაპირი მნიშვნელობით თუ გაიგე, ეს არის საშინელება. მაგრამ ამ სრულ გაზარდაში ის კი არ არის ნაგულისხმები, რომ სასტიკი სპარტანული წესებით გაზარდო შვილი. საუბარია იმაზე, არ უნდა გაანებირო. უნდა მიაჩვიო შრომას. უნდა მიაჩვიო, რომ ეძებოს მან თავისი თავი, თავისი შესაძლებლობები. ძალიან კარგად აღწერილი ეს ჩვენ საყვარელ მწერალს ნოდარ დუმბაძეს საბრალდებულო დასკვნაში, სადაც შავი სამყაროს წარმომადგენელი ლიმონა დევდარიანი უხსნის იმ კაცს შოშია ქვია მე მგონი თუ რა ბოროტება შადის ის ტიგრამ გულოიანმა ერთი კაცი მოკლა 15 წელი უნდა მოიხადო შენს შვილებს კლავ ყველაფერს ატენი პირში ყველაფერს მზამზარეულად აძლევ და არ აძლევ საშუალებას იმისა რომ რამე გააკეთოს თვითონ ანუ მე ასე მგონია შვილი პირველ რიგში უნდა იყოს შენი მეგობარი შეიძლება გიჭირდეს ახლა რა ხდება ახალ თაობას მოაქვს ახალი აზროვნების წესი მიჭირს ხანდახან მე ჩემ შვილთან ურთიერთობა მამების და შვილების პრობლემა მუდამ იყო ყველა ქვეყანაში და ყოველ მომენტში მაგრამ მეორე ამბავია როეუბნები განურჩევლად იმისა გეთანხმება თუ არა ეს ხო ილექება მისი სულის ფსკერზე ხო ამახსოვრდება ეს ყველაფერი გავადრო თავის გამოძახილს მაინც პოებს ერთი რამე კი არის რომ მამა ანუ შვილის აღზრდელი უდიდესი მოთმენის ნიჭით უნდა იყოს დაჯილდოებული თუ არა და მერე შულს კი არიახლოვებ უფრო იშორებ პირიქით ესე რომ შვილი გაზარდე მტრულად არ ნიშნავს ჩემი აზრით რომ სასტიკი წესებით უნდა ზარდო ის მე ახლა მაგალითად
ბავშვებზე მაქვს დიდი გართულება, გიჟდები. ეხლა შვილი როგორ მეყარებოდა და მეყარება დღესაც. გიყვართ. პატარა რო იყო, პატარა. ფაქტიურად ჩვენი ურთიერთობა იყო კენგურუ და ჩანთა. დამყავდა ყველგან 4 წლის ბავში თეატრში დამყავდა, ოპერის თეატრში დამყავდა. რომ მოდიოდა სახში დედამის შინაარს უყვებოდა აი იმ სპექტაკლის და ერთხელ დამინახა ნათესაუმა ქალმა რომ ვეფერებოდი ბავშვს ნუ ანებიდრებო ანუ არც იმის მომხრე არა ვარ კაცო მთაში რო იყო რო მამაშვილს არ უნდა მოფერებოდა როგორ შვილს უნდა მოეფერო ეს სითბო უნდა გრძნობინო მაგრამ და მაგალითით უნდა გაზარდო პირადი მაგალითით ხომ ასეა და არა მხოლოდ დიდაქტიკით და საუბარი მაგრამ მეორე გადამეტებული თურმე აქაც ცუდია ზომიერება არაჩვეულებრივი ახლა ერთი რამ რატო არის რო შვილი ბებიასთან და ბაბუასთან უფრო ახლოს არის ვიდრე მშობლებთან იმიტომ რომ ბებიამ და ბაბუამ ის გზა გაიარეს რასაც მშობლები გადიან იმ შეცდომას რასაც მშობლები უშვებენ ისინი აღარ იმეორებენ უკვე აი ამიტომ მათ იციან ის რაც მშობლებმა იციან და მეორე გასაოცარი ფაქტი მაგრამ თურმე ბაბუა და ბებიაც შვილებში უფრო მეორდებიან ვიდრე შვილებში მე მითხრა ერთმა სვანმა შვილო მუხარ კოში კი არ მეორდებაო ნერგში მეორდებაო რა საინტერესო აბა არაჩვეულებრივი აი თქვენი აზრი მაგასთან დაკავშირებით მინდა ჩაგეკითხოთ და ძალიან მაინტერესებს აღზრდა გაზრდა აი ეს გაზრდის ფორმები სითბო ურთიერთობა მაგალითით აღზრდა დიდაქტიკით სიტყვით გავიგე მაგრამ ამავდროულად ადამიანი იბადება ისეთი როგორც იბადება თავისი გენეტიკით თავისი ხასიათით მას ბევრი რამ მოყვება რა არის მთავარი ის რითაც იბადება თუ ის როგორც ზრდი ანუ შეიძლება არ იყოს თქვა ორივე მაგრამ თუ ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია ეს ორი რამ რა ხდება ახლა აი წინააღმდეგობა უნდა დააცელი ახლა მას აკაკი გასაპასუხი მაგრამ მარტო წვრთნარას აბა თუ არ უშველაო უნებამ შველა მაგრამ იქ ხდება რა ხდება საოცარი რამ ანუ მე დამისვია დამისვამს კითხვა რატო დაისაჯა ბათუ წავიდა ამ გამზრდელის მთავარი პერსონაჟი მეგობრისთვის ცხენი მოიყვანა და სახში მეგობრისგან გაუპატიურებული ცოლი დახვდა მოდი მივყვეთ ცოტა სიღრმის სეულად პირველი ბათუმ ცოდვა ჩაიდინა რა ცოდვა ჩაიდინა როცა საფარბეგი გაენდო რომ მე სიახანუმა დამავალა ალმასხიტის ცხენის მოპარვა ის კი არ უთხრა ამნაირი ნაძირალა ქალი არ ღირსამად უთხრა რა კი შეპირდი სირცხული სოფლი არ უნდა მოიწურო ეხლა თვითონ ვინ არის ალმასხიტი ხوار ჩანს ნაწარმოებში ახსენებენ მაგრამ
მე შემექნა შთაბეჭდილება ალმასხიტი არის კარგი ვაჟკაცი რატო იმიტომ რომ აი ამ დაბალი მორალის ფუქსავატური მორალის skali ყველა კაცო რო იმონებს თავისი გარეგნობით ალმასხიტმა ყურადღების ღირსადაც არ გახადა ანუ შეიცნო ამ ქალის მთელი უზნეობა და არ მიაქცია ყურადღება ამან გააბოროტა ეს ზიახანო უყურე რა ხდება რატო ავალებს ცხენის წართმევა ჩვენ ვერ მოვასწრებთ აი ესეთი სიუჟეტის ბოლომდე განხილვას წართმევას იმიტომ ავალებსო ეს ითვლებოდა კაცის სოცხლად დამარხვა და ზუსტად ამას საცოლის წართმევას უთანაბრდებოდა ცხენის წართმევა ესე იგი ეს იყო კაცისთვის ღირსების აყრა მაგრამ იყო საფარბეგის ვაჟკაცი რომ დახვედროდა იმ ალმასხის და წერთ მიაცხედა შენ უნდა კონდეს ღირსება მე რო აყარო კი და არ აქვს ეს ღირსება და რა ხდება არჩევს მოპარვის გზას ბათუმ რაკანა ვერსიებს არჩევს მისნაირ კარგ ვაჟკაცს წავიდა და ცხენი მოპარა ანუ ღირსება მან ჩაერთო ამ ბინძურ თამაშში რა და დაისაჯა საინტერესო ვერსია არ მომისმენია ნახეთ დაისაჯა ეს ჩემეული ვერსია თქვენია კი რა თქმა უნდა როგორც არაერთი ძალიან საინტერესო ვერსია ბათუს ვაჟკაცობა რა არის გაცნობიერა ეს ამიტომ იყო დაუყვავა ცოლს და ის არაკაცი მისი ძუძუმტე გაუშვა ოღონდ ერთი კისთხოვა რო ჩახვალ ყაბარდოში ნახე შენი გამზრდელი და მოუყევი რაც გადაგხდაო და ბოლოს საფარბეგის ტრაგედია სიკვდილის ღირსადაც არ ჩათვალა ბათუმ არ მოკანა გაუშვა ჰაჯი უსუფმა მაგრამ უსიბეუბნება შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ რომ კაცად ვერ გამისრდი არაჩვეულებრივი ვერსია მოვისმინეთ მადლობა მაგრამ გავაგრძელოთ საუბარი ძალიან ლიტერატურაში წაგვიყვანს აი თქვენ ამ მithumetes სხვადასხვა არაჩვეულებრივი ვერსია გაქვთ სხვადასხვა თემებზე რომ გქონდეთ ამისი რომ შეიძლებოდეს ეს ამ წუთში ამ მომენტისთვის რომელ ისტორიულ გმირს გამოიხმობდით წარსულიდან რომელი კაცი სჭირდება როგორი კაცი სჭირდება დღეს საქართველოს რომ საქართველოს დააბრუნოს თავის წიაღში აი ეს რაც მიდის ეს არეულობა და ცუდი სიტუაციები დადგეს თავის კალათში კირიომ პირველი კათალიკოსი რომელმაც აიღო სრული მართლმადიდებლური კურსი დღეს რო ჩვენ მართლმადიდებლებად ვიცოდებით ეს არის მისი დამსახურება. ჩვენს დიდებული პატრიარქი გვყავს. ყავს, რა თქმა უნდა. სხვას ვის გამოიწვევდით? ეხლა შემდგომ ქუჯი, რა თქმა უნდა. ქუჯი, რომელმაც საქართველოს ერთიანობას თავის სამეფო შეწირა. გრიგოლ ხანძთელი, გიორგი ჭყონდიდელი დავით აღმაშენებელი ანუ რამდენი კაცი გვჭირდება რა ჩვენი ისტორია და ბოლო დროინდელი ილია ჭავჭავაძე ილია არის ის რომელიც არ ძველდება ყველა დროში არის აქტუალური ყველა დროში არის აი ილიას პოლიტეკონომიურ საკითხებზე გამოთქმული მოსაზრებები ჩვენ პოლიტიკოსებს კარგად გვქონდეთ გაცნობიერებული რაღა ვიჭირდა
აი ფილმია ერთი დროის შესაფერისი აზროვნება მომეციო უფალსევე დრება ილია რომ ვიყო აქტუალური რომ ვიყო თანამედროვე და რომ მივდიო მოვლენებს და მე ახლა იმიტომ კი არა რომ ქართველი ვარ სოფლიოს არ ყავს ილიასნაირი პიროვნება თქვენთვის ყველაზე დიდი საქართველოს ისტორიაში არის ილია რა თქმა უნდა აი ფილმი მეთქი დავიწყე საუბარი ზეციური ფრთები არის ესეთი ფილმი ძალიან მიყვარს მე ეს ფილმი და არ ვიცი თქვენ გინახავთ თუ არა მჭედელია ერთი კაცი და სამჭედლოზე აწერია ასეთი რა არის კაცი ვინც არ ცდილობს სამყაროს შეცვალოს ნუ მე ეს კაცი ხდება რაინდი მე ეს ისრაელში უამრავ ადამიანს გადაარჩენს და მე ეს ისტორია გრძელდება მაგრამ ნახეთ აი ეს ფრაზა რომელიც ძალიან ხშირად მახსენდება რა არის ის კაცი რომელიც არ ცდილობს სამყაროს შეცვალოს აი ესია თითოეული ადამიანი უნდა ცდილობდეს შეცვალოს სამყარო თქვენ ეს გიფიქრიათ ან როდის მოვიდა თქვენთან ეს ფიქრი თავიდან მე ვიცოდი უკვე ადრეული ასაკიდან სამყაროს შეცვლა იწყება საკუთარი შეცვლით დღეს ჩვენ ეს საკითხი რომ დავუსვათ ჩვენ თავს შევიცვლებოდი ჩვენს ქვეყანას შეიცვლებოდა სამყაროს შეიცვლებოდა ზოგადად ამბობენ კითხვები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პასუხებიო თუ კითხვა იბადება უკვე მიმართულებით აზროვნებაც იბადება ხომ ასეა რა თქმა უნდა და განსაკუთრებით აი რა არის ჩვენ ხასიათში შესაძლებელი იყო ჭავჭავაძე ერთხელ ასეთი რამე თქვა რა არის სიბერეო? სიბერე არის როცა ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი, მაგრამ კითხვას არავინ გისვამს. არაჩვეულებრივია. კი. უბრალოდ არავინ გეკითხება. არავინ უკვე რა, არავინ. იმიტომ ყველამ იცის რომ იცი. კი. ხო, ეხლა აი თქვენ აი მე კითხეთ რა არის შესაძლებელი? შესაძლებელი. დიახ. იყო ასეთი გერმანელი ჯარისკაცი კუკენჰაუსი. როცა გერმანია თავს დაესხა რუსეთს, კუკენჰაუსი გაუშვეს წინა ხაზზე. წამოდგა იქ სადაც ფრონტის ხაზი გადიოდა. ვისესურითო მოწინააღმდეგეს და თავისიანებს ერთდროულად მიმართა. წარმოთქვა სიტყვა. გაასამართლეს. უცნაური კაცი ყოფილა, არა? და სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა. მაგრამ ქონდა კაცს სიცხე, ამიტომ დასჯა შეიძლებოდა. განათავსეს საავადმყოფოში. განათავსეს და როცა მტრის ავიაცია თავს დაესხა საავადმყოფოს და დაბომბა შენობას ცეცხლი მოიკიდა. ავარდა სახურავზე და ცეცხლი ჩააქრა. ჩამოვიდა დაჭრილებს უვლიდა სამედიცინო პერსონალი. ეს სიკვდილმიჟილი კაცი. სიკვდილმიჟილი კაცი. როცა კითხეს, კი მაგრამ ხომ შეგეძლო ვარი გეთქვა ომში წამოსვლას. განგეცხადებია პროტესტი. რატო ჩაიგდეს საფრთხეში შენი თავი? რადგანაც სიცხე ქონდა, ამიტომ ამას გულისხმობ, თორე ვინ დაუჯერებდა აბა რომ შეეთქვა თუნდაც უარწას. მანამდე. პირველად რო გაიწვიეს, მაშინ შეეძლო რომ არ წასულიყო. არ წასულიყავი ჯარშიო საერთოდ. თუ ასეთი წინააღმდეგი იყავის სიკვდილის და ბრძოლის. მაშინ ჩემი მე ყველაფერში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ანუ ვერ ჩემიანებს, ვერ სტრიჟარის კაცებს ვერ მიუმართავდი,
ვერც იმ საავადმყოფოს ვერ გადავარჩენდი, ამდენ დაჭრილს ვეღარ ვიხსნიდი. ესე იგი, ამ კაცმა თქვა რა, რომ შენ მოვლენების შუაგულში უნდა ტრიალებდე, იქ უნდა იყო მოვლენების შუაგულში და რომ გამოსცადო შენი თავი, ხო? მე მგონია, აი კუქენჰაუზის გავსი ადამიანები უნდა იყო რომელიმე ერის გმირები კი არ არიან, კაცობრიობის გმირები არიან. კი, არა ჩვეულებრივია. და თან აი ის თემა, რომ ადამიანმა თავადაც არ იცის, როგორ მოიქცევა კონკრეტულ სიტუაციაში. საკუთარი თავის შეცნობისთვის აუცილებელია თავგადასავალი, აქტიური ცხოვრება, მონაწილეობა ამ პროცესებში და ამ დროს შეიძლება გახდეთ გმირიც კი. კი, ცხოვრება რაც უფრო გხეჭავს, შენ უფრო აღნიშნავს. და უფრო გამაგრებს. ზუსტად შვილი მტრად გაზარდეო. ანუ ცხოვრებისგან განდგომა კი არ უნდა სწავლო შვილს. მოვლენების შუაგულში იყოს. ცხოვრების სუსხი იგრძნოს, მათრახიც იგრძნოს ბედისგან გადაჭერილი. აი ეგ არის. და არა მე მგონი ის, რომ შულს მოეპყრა სასტიკად. მე ახლა ერთსაც ვიტყოდი. ამერიკელების კონსტიტუცია გენიოსების შედგენილია, აქ 200 არ არის. გენიოსებმა შეადგინეს. ახლა დღეს შეიძლება სხვისთვის არ არის კარგი, მაგრამ ამერიკელი ხალხისთვის რა გინდა უკეთეს. ნახეთ, მიაქციეთ ყურადღებით რამეს. პრეზიდენტი რო პრეზიდენტია. აჩვევს თავის შვილს, იცოდეს მან შრომის ფასი. ხოლო პრეზიდენტს რა უნდა გაუჭირდეს, მაგრამ არა. შვილი დამოუკიდებელ ცხოვრებას უნდა მიიღოს. შვილი არ არის პრეზიდენტი, შვილი ჩვეულებრივი ადამიანია. თუ არაფერი ცხოვრებისთვის მზად უნდა იყოს. თუ ვერაფერი ნახა, ბავშვი გაზეთს თუ გაყიდის, ორიოდ გროსმიტან სახში ქებას იმსახურებს ის ოჯახში. ანუ და დანიაში იყვნენ ჩვენი ტურისტები. დაბინავდნენ სკოლაში. დირექტორის ცოლი იატაკს რეცხავდა. კითხეს მე ჩვენებმა, ასე გიჭირთო ეკონომიურადო? არ გვიჭირსო. გვაქვს ყველაფერი, მაგრამ ბავშვებს მაგალითს ვაძლევ, რომ შრომა სირცხვილი არ არის. შრომა სირცხვილი არ არის, შვილი გაზარდე მტრად, მაგრამ მტრობაში არ იგულისხმება, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი სიმკაცრე. იგულისხმება მისთვის გამოცდილების მიცემა, ხო? რა თქმა უნდა. ცხოვრებისთვის მომზადება. რა თქმა და ის რომ არანაირი შრომა არ არის სათაკილო და რომ სამშობლო უპირველეს ყოვლისა. რა თქმა. აი ეს იყო ჩვენი დღევანდელი საუბარი ბატონ ერეკლესთან. მისი ყოველი სიტყვა ძალიან დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელია, როგორც ყოველთვის და დარწმუნებული ვარ, ჩემი მაყურებელიც ასე მოიქცევა. დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე.